სოფლიოში ყოველდღიურად უამრავი შთამბეჭდავი მოვლენა ხდება, მაგრამ ხშირად ისინი შეუმჩნეველი რჩება. საბედნიეროდ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ მოვლენების ვიდეოზე დაფიქსირებას ახერხებენ. ამ ეპიზოდში იმ წარმოუდგენელ მომენტებს გაჩვენებთ, რომლებიც კამერებზე დააფიქსირეს. 2016 წელს სატვირთო გემ ბალტიმორს ნიუ-იორკიდან ჰაიტის მიმართულებით ავტომობილები გადაჰქონდა, მაგრამ გზავრობის მეორე დღეს ბორტზე სიტუაცია მოულოდნელად გაუარესდა. ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა. დიდი ალბათობით ოკეანის მარილიანი წყალი მანქანაში ჩავიდა, რის გამოც მოკლე ჩართვა მოხდა. შედეგად გაჩენილი ხანძარი სხვა მანქანებსაც სწრაფად გადაედო. აი როგორ გამოიყურებოდა ყველაფერი მოგვიანებით. ეს შემთხვევა გვაჩვენებს, რომ სატვირთო გემებზე შესაძლოა ინციდენტი ნებისმიერ დროს მოხდეს, მაგრამ როგორც წესი, სამხედრო გემები თანამედროვე ტექნიკით არიან აღჭურვილნი და ელიტარული ეკიპაჟიც ჰყავთ. ამიტომაც ამ გემებზე ინციდენტები არ უნდა ხდებოდეს, ხომ ასეა? ეს რუსული საბრძოლო გემი, სახელწოდებით მარშალი შაპოშნიკოვია. სამხედროებს არ უთქვამთ თუ როდის მოხდა ეს შემთხვევა, მაგრამ გემი რაკეტის საცდელი გაშვების დროს კინაღამ თვითონაც აფეთქდა. როგორც ჩანს, საფრენის მომენტში რაკეტა მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც ის ამოტრიალდა და ზღვაში ჩავარდა. რაკეტა გემთან უფრო ახლოს რომ ჩამოვარდნილიყო, მეზღვაურები თევზების საკვები გახდებოდნენ. 2023 წლის აგვისტოში ალასკაზე მცხოვრები ადამიანები ალბათ ნოეს კიდობანს ნატრულობდნენ. ყინული მანდენჰოლის მოულოდნელი დადნობის შემდეგ რეგიონში რეკორდული წყალდიდობა დაფიქსირდა. ამ სტიქიამ ნამდვილი ქაოსი გამოიწვია. ქალაქი ჯუნის მაცხოვრებლებმა წყალდიდობის სიძლიერე თავის თავზე პირველებმა გამოსცადეს, მაგრამ საბედნიეროდ მათი ევაკუაცია იქამდე დასრულდა, სანამ სიტუაცია გაუარესდა. მოულოდნელმა წყალდიდობამ სახლის ქვეშ არსებული ნიადაგი დაასუსტა, რის გამოც შენობა მდინარეში ჩავარდა. კარგია, რომ სახლში იმ დროს არავინ იმყოფებოდა. ეს ვიდეო 2015 წელს საფრანგეთშია გადაღებული. ერთ დღეს მფრინავი რომენ ჟანტო მოსწავლესთან ერთად მორიგ გაფრენას ასრულებდა. მოდით ვნახოთ თუ როდის შეამჩნევენ ისინი კატას. მას შემდეგ, რაც მფრინავმა უბილეთო მგზავრი შენიშნა, მან თვით მფრინავი მოაბრუნა და ის მიწაზე დასვა. არავინ იცის თუ როდის ადურა კატა თვით მფრინავის ფრთაზე, მაგრამ მან ადამიანებზე იმდანაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ის სკოლის ერთგვარ თილისმად იქცა. ავსტრალიაში თითქმის ყველა ცხოველი საშიშია. 2023 წლის იანვრის 1 დღეს ქალაქ ფიცროი კროსინგის მაცხოვრებელმა პოლიცია გამოიძახა. როგორც აღმოჩნდა, 2 მეტრის სიგრძის ნიანგი მისი სახლის წინ დადიოდა. პოლიციელმა საინტერესო გამოსავალი იპოვა. ხანდახან თუ ცხოველებს თვალებს დაუფარავთ, ისინი მშვიდდებიან. როდესაც ცხოველები ვერ ხედავენ თუ რა ხდება მათ ირგვლივ, ისინი აღარ ნერვიულობენ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ცხოველებს თვალები დახუჭული იქამდე უნდა ჰქონდეთ, სანამ მათ უსაფრთხო ადგილას არ გადავიყვანთ. ეს კი მარტივი საქმე არაა მაშინ, როდესაც საქმე ნიანგს ეხება. პოლიციელმა გარეული ცხოველების სპეციალისტი გამოიძახა, რომელმაც რეპტილია კვლავ ბუნებაში დააბრუნა. ფლორიდაში მძღოლმა შეამჩნია, რომ ერთ ზოლში მანქანა საკმაოდ ნელა მოძრაობდა. ამიტომაც მას სხვა ავტომობილები გვერდსუვლიდნენ. როდესაც ის ავტომობილს მიუახლოვდა, მან დაინახა, რომ მძღოლს ეძინა. ამ დროს მას ავტოპილოტის რეჟიმი ჰქონდა ჩართული. ასეთი მოქმედება კანონით აკრძალულია. ავტოპილოტის ჩართვის მიუხედავად, აუცილებელია, რომ მძღოლს ეღვიძოს. როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი ქორწილი? ზოგიერთი ადამიანი ამ შეკითხვით შეპყრობილია. ამიტომაც ისინი ყოველი დეტალის წინასწარ დაგეგმვას ცდილობენ, მაგრამ არსებობს შემთხვევები, რომელთა წინასწარცოდნაც შეუძლებელია. როდესაც ამ ბედნიერმა წყვილმა საქორწილო ინტერვიუს ჩაწერა გადაწყვიტა, მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ თუ რა მოხდებოდა რამდენიმე წამში. I was wearing dirty old Nike Shox But that's what I loved. I was like, oh, those Nike Shox. And my Under Armour camouflage red sweatshirt and having tickets. Oh my god. Oh my god. You okay? საბედნიეროდ ისინი არ დაშავებულან. მათ ამ შემთხვევას იუმორით შეხედეს. Or what should I say, our relationship is stronger than that tree. Yeah, that is true. That tree's weak. Apparently. Well, hey. It's always exciting things happening.
ეს ისტორია გვიჩვენებს, რომ ბუნება ნამდვილი სიყვარულის მიმართ უძლურია, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, მათ ძალიან გაუმართლათ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი რამდენიმე სანტიმეტრით მარცხნივ დასხდებოდნენ, ეს ქორწილი შესაძლოა ტრაგედიით დასრულებულიყო. ავტომობილებს შორის ჯიპი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ყველგანმავალია. მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის არმიისთვის შექმნილი ეს მანქანები იდეალურ ტრანსპორტად იქცა. მათ თითქმის ნებისმიერი რთული წინაღობის დაძლევა შეუძლიათ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, წესით მათ ვერტიკალურ ფერდობზე დაშვება არ უნდა შეეძლოთ. ეს ფერდობი იუტაში, სენტ ჰოლოუს პარკში მდებარეობს. ძღოლები საკუთარ უნარებს მასზე ასვლის დროს ცდიან, მაგრამ ტოდ ჰანსონმა, რომელიც ამ ჯიპის მეპატრონეა, ის სპეციალურად ისე გადააკეთა, რომ ავტომობილს ფერდობზე დაშვება შესძლებოდა. 2018 წელი ინდოეთისთვის რთული წელი იყო. ძლიერმა წვიმებმა გამანადგურებელი წყალდიდობა გამოიწვია, რომელმაც ქვეყანას ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. წყალდიდობა განსაკუთრებულად ძლიერი ინდოეთის სამხრეთში, კერალის რეგიონში აღმოჩნდა. მოგვიანებით ქვეყნის ჩრდილოეთ შტატში, ჰიმაჩალ-პრადეშში მდებარე მდინარე მოულოდნელად კალაპოტიდან გადმოვიდა. საბედნიეროდ ავტობუსი ამ მომენტშიც არიელი იყო, ამიტომაც არავინ დაშავებულა. სერფინგი პარაშუტის გამოყენებით ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური საზღვაო სპორტია. თუ მის შესახებ არაფერი იცით, მაშინ გეტყვით, რომ ამ დროს ქარის ძალის მეშვეობით სერფერი წყალზე მოძრაობს. ამიტომაც ყველაფერი ქარის მიმართულებასა და მის სიჩქარეზეა დამოკიდებული. ასეთ დროს ადამიანი პროცესს ვერ აკონტროლებს. საინტერესოა რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ქარი ძლიერდება. ამ ფლორიდელმა ექსტრემალმა 2019 წელს ქარიშხალი დორიანის დროს, რომლის სიჩქარე საათში თითქმის 340 კილომეტრი იყო, საკუთარი გამძლეობის გამოცდა გადაწყვიტა. ძლიერი ქარის გამო ბიჭი რამდენიმე წამით ჰაერში აფრინდა და კონსტრუქციასთან შეჯახებას ის სასწაულებრივად გადაურჩა. კორნჰოლინგის შესახებ გსმენიათ, ესაა ჩრდილოეთ ამერიკული თამაშის სახეობა, რომლის დროსაც მოთამაშეებმა მცირე ზომის ტომრები ხის დაფაზე ამოჭრილ ხვრელში უნდა ჩააგდონ. ტომრის დაფაზე დაცემა 1 ქულას უდრის, ხოლო ხვრელში ჩაგდება 3 ქულა. მოდით ვნახოთ თუ რამდენ ქულას მოიპოვებს შემდეგი ნასროლი. ეს სამქულიანი ნასროლი მესამე სართულზე დადგმულ დაფაში ჩავარდა. სამწუხაროა, რომ კორნჰოლინგი ოლიმპიური თამაშის სახეობა არა, რადგანაც ეს ბიჭი ოქროს მედალს აუცილებლად მოიპოვებდა. რთულია ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელსაც მტვერი უყვარს. პირიქით, ადამიანთა უმეტესობა მას გასაგები მიზეზების გამო ვერ იტანს. თუ თქვენს მათ კატეგორიაში ხართ, მაშინ მტვრის ეშმაკის დანახვა ნამდვილად არ მოგეწონებათ. ესაა მცირე ზომის და ნაკლებად სახიფათო ტორნადო, რომელიც მზიან, თბილ და მშრალ ამინდში ჩნდება. როდესაც თბილი ჰაერი ციუ ჰაერს ხვდება, მსგავსი ტორნადო წარმოიქმნება. ეს ტორნადოები მოულოდნელად ჩნდებიან, მაგრამ როგორც წესი, ისინი სახიფათონი არ არიან. წარმოიდგინეთ ლამარკუს უოლტონის რეაქცია, რომელმაც ეს ტორნადო არიზონაში, ქალაქ ტემპაში შეამჩნია. Go up in the air. That is pretty wild. როგორც წესი, მსგავსი ტორნადოების სიგრძე რამდენიმე მეტრია, მაგრამ ეს ტორნადო განსაკუთრებული იყო. მისი სიმაღლე რამდენიმე ათეული მეტრი უნდა ყოფილიყო. საბედნიეროდ ის რამდენიმე წუთში გაქრა. დაახლოებით 8000 ბარიბალი ჩრდილოეთ კაროლინის დასავლეთ ნაწილში ცხოვრობს. მათი უმეტესობა ქალაქი ეშვილის მიმდებარე ტყეებში ბინადრობს, მაგრამ ხანდახან ისინი ძალიან უცნაურ ადგილას აღმოჩნდებიან ხოლმე. ამ ფაქტში ნიკოლ ლისანდანი თავადვე დარწმუნდა. ამ შემთხვევის შედეგად ნიკოლი და მისი ოჯახი არ დაშავებულა, რასაც ვერ ვიტყვით მის ავტომობილზე. როდესაც დათვი წავიდა, ოჯახმა აღმოაჩინა, რომ მანქანა დაზიანებული იყო. სალონი თითქმის განადგურებული იყო, ხოლო სავარძლები გატეხილიყო. ჩრდილოეთის სიალის სანახავად, რომელსაც ასევე ავრორას უწოდებენ, დედამიწის ჩრდილოეთ მაგნიტურ პოლუსში, პოლარულ არქტიკულ რეგიონში უნდა გავემართოთ. იქ ძალიან ცივა, მაგრამ ამ მოვლენის ნახვა ნამდვილად ღირს, რადგანაც ნათება ბუნების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მოვლენაა. მაგრამ არქტიკაში გამგზავრების ნაცვლად თქვენ ის შესაძლოა თვითმფრინავიდან შენიშნოთ, როგორც ეს ფოტოგრაფი ჯოელ შატის შემთხვევაში მოხდა.
ჯოელმა ეს ვიდეო ვანკუვერიდან ამსტერდამის მიმართულებით ფრენის დროს 2019 წლის ოქტომბერში გადაიღო. თუ თქვენ იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნებით, რომელსაც კატები უყვარს, მაშინ უმჯობესია შემდეგი ვიდეო არ ნახოთ. 2019 წლის სექტემბერში ფლორიდაში ჰარდ როკის სტადიონზე თავგადასავლების მოყვარული კატა საკმაოდ სახიფათო სიტუაციაში აღმოჩნდა. საბედნიეროდ ქვედაიარუს შემყოფმა ადამიანებმა ამერიკის დროშა გაშალეს, რათა ამით ცხოველის დაცემა შეემსუბუქებინათ. თავიდან ჩანდა, რომ თითქოს ამ გეგმამ არ იმუშავა, მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა, კატა გადარჩა. სიტყვა პასუხია იმ კითხვაზე, თუ როგორი იქნება წვიმისა და თოვლის შვილი. რეალურად სიტყვა მაშინ წარმოიქმნება, როდესაც წვიმის წვეთები ატმოსფეროს ცივ ფენებში ადის და იყინება. ისინი თხევად წვეთებთან შეჯახების შემდეგ იზრდებიან, ძიმდებიან და ეცემიან. ეს ვიდეო ავსტრალიაში, ქალაქ κουინსლენდში 2019 წელსაა გადაღებული. სიტყვამ, რომლის ზომაც 10 სანტიმეტრი იყო, ათასობით სახლი დააზიანა. შტორმმა საერთო ჯამში 8600 სახლი გაანადგურა, რის გამოც უამრავი ადამიანი სახლის გარეშე დარჩა. თუ თქვენ ვიეტნამში წასვლას აპირებთ, მაშინ უმჯობესია, რომ ტროპიკულ ტყეებში არსებულ მდინარეებში არ შეხვიდეთ, რადგანაც იქ უამრავი საშიში არსება ბინადრობს. მაგრამ ლონგვან ჩონგმა, როგორც ჩანს, ამის შესახებ არაფერი იცოდა. Ôi, cái này chắc cũng phải 1 tháng rồi, thường xuyên chảy máu đúng không? Uống nước lã. Một bệnh nhân 23 tuổi. მიუხედავად იმისა, რომ ამ პარაზიტის სახეობა უცნობია, ის წურბელას გავს. რაც არ უნდა იყოს, ეს შემთხვევა ნამდვილად შემაშინებლად გამოიყურება. 2020 წელს TikTokერი Lizzy Jane ნიუ-იორკის თეატრალური სკოლის სპექტაკლისთვის ემზადებოდა. მისთვის ეს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ამიტომაც მან რეპეტიციის ვიდეოზე ჩაწერა გადაწყვიტა, რათა მას საკუთარი გამოსვლა შეეფასებინა. მაგრამ სიმღერის დროს მოულოდნელი რამ მოხდა. My God! მომდევნო ვიდეოში გოგონამ მომხდარი ახსნა. აღმოჩნდა, რომ ლიზის დედა რატომღაც ხვენში ავიდა, სადაც ნორმალური იატაკის ნაცვლად ხის ფიცრები იყო დაგებული. ერთ მომენტში ქალს ფეხი დაუწდა და ფიცრებს შორის დააბიჯა. ამ შემთხვევის შედეგად ქალი არ დაშავებულა. ჩვენი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე საოცარი მოვლენა მზეა. ერთ დღეს ნიკოლას განერმა ზის ტელესკოპით წარმოუდგენელი კადრები დააფიქსირა. ეს შავი წერტილები, ანუ ლაქები, ზის დანარჩენ ნაწილზე ცივია. მათი ტემპერატურა 5000 გრადუსს აღემატება, მაგრამ მზესთან ერთად მთვარეც განსაკუთრებულად შთამბეჭდავია. 3 წლის განმავლობაში მთვარეზე დაკვირვების შემდეგ ფოტოგრაფმა ლეონარდო სენსმა ბრაზილიაში ეს შთამბეჭდავი ფოტო გადაიღო. ეს ვიდეო პაკისტანშია გადაღებული. ძლიერი წყალდიდობის დროს ძაღლი სახიფათო სიტუაციაში აღმოჩნდა. როგორც ხედავთ, კაცი ძაღლთან ერთად წყალში ჩავარდნას სასწაულებრივად გადაურჩა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმე თვითმფრინავის მართვაა. თითქოს მაღალ სიმაღლეზე ფრენა და ასობით მგზავრის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება საკმარისი არ იყოს, ზოგიერთი აეროპორტის ზოლი საკმაოდ მოკლეა. მაგალითისთვის, საბერძნეთის ქალაქის სკიატოსის აეროპორტის ზოლის სიგრძე 1627 მეტრია. ამ დროს საშუალოდ ზოლის სიგრძე 2400-დან 4000 მეტრამდე მერყეობს. ამიტომაც სკიატოსში დაჯდომის დროს თვითმფრინავები დაშვებას ბევრად ადრე იწყებენ. ამ მიზეზის გამო აეროპორტის მიმდებარედ ტურისტები ხშირად იკრიბებიან.